კვლავ მოგესალმებით ღია ეთერში დაგიბრუნდით სტუმართან ერთად მარიამ მეკოშკიშვილი სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამების კოორდინატორია ჩვენი სტუმარი, ხოლო რაც შეეხება საუბრის თემას პროგრამის დანერგე მომავალი ბაღების კომპონენტში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება გაზრდილი დაფინანსებით იწყება. მოგესალმებით მარიამ, მადლობა ძალიან მნიშვნელოვანი თემით სტუმრობისთვის და რაც შეეხება პროგრამას, მოდით უპირველეს ყოვლისა ჩვენს მენელს და მაყურებელს ვუთხრათ თუ რას მოიცავს ეს პროგრამა დანერგე მომავალი. შემდეგ უკვე რა თქმა უნდა ცვლილებებზე დავიწყეთ საუბარს, რომელსაც სახელმწიფო გაატარა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. პროგრამა დანერგე მომავალი არაერთი კომპონენტისგან შედგება. შესაბამისად ის სხვადასხვა მიზნობრიობებს აფინანსებს, მაგრამ დავიწყოთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი კომპონენტით, რომლის ფარგლებშიც განაცხადების მიღება სწორედ გუშინ გამოვაცხადეთ და გაგრძელდება მომდევნო წლის, ანუ 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით. უშუალოდ ეს კომპონენტი, ანუ ბაღების კომპონენტი მოიცავს ორი ძირითადი მიზნობრიობის თანადაფინანსებას. პირველი ეს გახლავთ ნერგები, ვაფინანსებთ ნერგების ღირებულების 70%, ხოლო მეორე მიზნობრიობა აღნიშნულ კომპონენტში ეს გახლავთ წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა, რომელიც 50%-ით ფინანსდება. მინიმალური მიწის ნაკვეთის ფართობი, რაზეც ბაღი უნდა იყოს გაშენებული, გახლავთ 9 ჰექტარი, ხოლო მაქსიმალური, რაზეც შეუძლია რომ ბენეფიციარმა პროგრამის ფარგლებში ბაღი გააშენოს, ეს გახლავთ 50 ჰექტარი. რაც შეეხება თქვენს მიერ აღნიშნულ ცვლილებას, აქამდე ერთ ბენეფიციარს მაქსიმუმ აღნიშნული კომპონენტის ფარგლებში შეეძლო, რომ 250,000 ლარის ოდენობით სახელმწიფოთან დაფინანსება მიეღო, ეს გაიზარდა, გახდა 500,000 ლარი. რაც შეეხება ლურჯ მოწვს, ვინაიდან ჰექტარზეც განსხვავებული ლიმიტი გვაქვს დაწესებული და სხვა კულტურებისთვის თუ ჰექტარზე მაქსიმუმ 10,000 ლარის ათვისების უფლების შესაძლებლობა აქვს ბენეფიციარს, ლურჯ მოწვზე 15,000 ლარის ოდენობით არის თან დაფინანსება გასასრული, ამიტომ აქაც ერთი ბენეფიციარის ჭრილშიც 750,000 ლარით გაიზარდა. კი ბატონო და ასევე ცვლილებები შეეხო სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების თანადაფინანსების კომპონენტს და ავუხსნათ ჩვენს მენელს და მაყურებელს რაზეა კონკრეტულად საუბარი. ეს როგორც თავიდან ვახსენე, რამდენიმე კომპონენტისგან შედგება პროგრამა, მათ შორის არის სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებიც, ასევე გვაქვს ჭაბურღილების, ჭიშჭაბურღილების მოწყობის თანადაფინანსება, ცალკე არის სანერგეების კომპონენტი, სადაც სანერგე მეურნეობებს ვაფინანსებთ. რაც შეეხება თქვენს მიერ აღნიშნულ კომპონენტს, სადაც რომელიც შეეხება ამ სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებს, აქაც ერთი რომ გადაიხედა საბაზრო ღირებულება სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების მოწყობის, მეორე გაიზარდა თანადაფინანსების ლიმიტი. აქამდე მხოლოდ 10%-ს ვაფინანსებდით პროექტის, ანუ სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების მოწყობის ღირებულების, დღეს უკვე 30%-ით თანადაფინანსების მიღების შესაძლებლობა ექნება ბენეფიციარს. კი ბატონო და რაც შეეხება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებს და მაღალმთიან დასახლებას. აქ როგორც სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებში, ასევე ზოგადად ყველა კომპონენტში, როგორც უკვე აღვნიშნე, ჭაბურღილები იქნება, ნერგები თუ წვეთოვანი სარწყავი სისტემა დამატებით პლუს 10% არის განსაზღვრული, ან თუ მაგალითად სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებში ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი 30%-ის თანადაფინანსებას მიიღებს, თუ ის მდებარეობს, მისი მიწა მდებარეობს გაყოფი ხაზის სოფლებთან ან მაღალმთიან სასოფლო სამეურნეო კოოპერატივით შემოიტანს განაცხადს, ამ შემთხვევაში პლუს 10% ან 40% თანადაფინანსების მიღების შესაძლებლობა იქნება. აქვე დავამატებ ერთ მნიშვნელოვან სიახლეს, რომელიც სწორედ სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების კომპონენტში შევიდა, გაიზარდა, გაფართოვდა კულტურების ჩამონათვალი. აქამდე თუ იყო რამდენიმე კულტურა ჩამოთვლილი, მაგალითად ვაშლი, მსხალი, ბალი, ჟოლო იყო დამაყვალი, ამ შემთხვევაში ნებისმიერი, ამ თესლოვანი ნებისმიერი კულტურა იქნება ეს, იქნება კურკოვანი, კენკროვანი, ოღონდ რა თქმა უნდა, პროგრამით განსაზღვრული და დაშვებულ კულტურებზე არის საუბარი, ასევე დავამატეთ ვაზი. აქამდე ვაზის კულტურისთვის არ იყო დაშვებული სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მოწყობა, ახლა კი უკვე შესაძლებელი იქნება. კი ბატონო და რაც შეეხება ცვლილებებს, რამდენად შეუწყობს ხელს დავუშვათ მეხილეობის დარგის განვითარებას. რა თქმა უნდა, სხვა კიდე, სხვა კულტურები. რა თქმა უნდა, ძალიან კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანი არის ალბათ თანადაფინანსების არსებობა. რამაც ფაქტია, რომ უკვე აჩვენა დადოკიდეთ შედეგი, დღეს მდგომარეობით უკვე 24,500 ჰექტარზე მეტ მიწის ფართობზე არის ბაღები გაშენებული. რა თქმა უნდა, აქედან ჯერ ყველა ბაღი არ არის მსხმოიარე, ნაწილი არის მხოლოდ მსხმოიარე, როცა ის სრულად და
თან აქ უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამა გრძელდება. კიდევ ველოდებით გაცილებით მეტი მოცულობის ბაღების გაშენებას. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, თვითონ ზოგადად პროგრამაზეც და საერთოდ ამ მეხილეობის ნაწილშიც გავლენას, რა თქმა უნდა, პოზიტიურ გავლენას იქონიებს. კი ბატონო, და ეს პროგრამა უკვე 10 წელია, რაც მუშაობს და საინტერესოა ზოგადად იზიარებთ თუ არა საერთაშორისო გამოცდილებას და მსგავსი პროგრამები განხორციელებულია თუ არა საზღვრებს მიღმა. დიახ 2015 წელს შევიდა პროგრამა ძალაში. იმის შემდგომ ყველა წელს გრძელდება განაცხადების მიღება თითოეულ კომპონენტში, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად ხდებოდა გარკვეული მიზნობრიობის დამატება, თავდაპირველად ჭიჭრაბურღილის და სეტყვის საწინააღმდეგობადეების მოწყობის კომპონენტი არ იყო და ეს შემდგომ დაემატა. საერთაშორისო გამოცდილება სანამ გადავიდოდი თქვენს კითხვაზე, მოდი ხას გაუსვამ იმას, რომ თვითონ ეს ბაღების კომპონენტში რა დოკუმენტაცია არის მოთხოვნილი იმისთვის, რომ აი პროგრამა რაც შეიძლება, ასე ვთქვათ, წარმატებით განხორციელდეს. ერთ-ერთი ასეთი საბუთი გახლავთ დოკუმენტი, რომელიც ბენეფიციარმა უნდა წარადგინოს იმისთვის, რომ პროგრამაში ჩაერთოს, არის მაგალითად მიწის ლაბორატორიული ანალიზი, უნდა ჩაუტაროს მიწის ლაბორატორიული ანალიზი, შემდგომ ეს ლაბორატორიული ანალიზის პასუხი წარადგინოს სამეცნიერო კვლევით ცენტრში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრში და უკვე ისინი გასცემენ შესაბამისობასთან დაკავშირებით ცნობას, ანუ რამდენად შეესაბამება მიწა. ამით იმის თქმა მინდა, რომ პროგრამისთვის მნიშვნელოვანი არის, რომ ყველაფერი პირველი ეტაპიდანვე იყოს რაღაცნაირად ისე სწორად გაწერილი, ბენეფიციარებსაც რაღაცნაირი სწორი გზა ვაჩვენოთ, თუ როგორ იწყება პროცესი იმისთვის, რომ ბაღი იყოს შემდგომ უკვე წარმატებული, ასევე გვაქვს მოთხოვნილი, რომ მიწა უნდა იყოს დამუშავებული და უნდა იყოს წყლით უზრუნველყოფილი. ამასთან დაკავშირებით უკვე ჩვენი სააგენტოს რეგიონალური სამსახურის თანამშრომლები გასცემენ ცნობას და ის რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში გარდა ამისა მოთხოვნილი გვაქვს, რა თქმა უნდა, ინვოისები. ვითხოვთ, რომ იმპორტზე თუ არის საუბარი, ნერგი იყოს აუცილებლად ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის და ამერიკის ქვეყნიდან შემოტანილი, რაც შეეხება ადგილობრივ სანერგეებს, ვითხოვთ მოთხოვნილია, რომ იყოს აუცილებლად კვალიფიციური სანერგე-მეურნეობა და ასე ვთქვათ, რაღაც გარკვეულ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს, როგორც სანერგე, ასე თავად თვითონ ბენეფიციარის მიერ, ბენეფიციარის მხარეს არსებული სამუშაოები, როგორც უკვე აღნიშნე, ეს იქნება ლაბორატორიული ანალიზი, თუ მიწის დამუშავება, თუ წყლით უზრუნველყოფა. ეს არის ის მოთხოვნები, რომლებიც ბენეფიციარმა უნდა დააკმაყოფილოს იმისთვის, რომ პროგრამაში მოხდეს მისი ჩართვა. დიახ, აი მოდი გავუმიჯნოთ ესე, ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება ხდება აუცილებლად ელექტრონული ფორმით. დაინტერესებულმა პირმა, ვისაც სურს, რომ მრავალწლოვანი ბაღები გააშენოს, ამისთვის აუცილებლად უნდა დარეგისტრირდეს, აუცილებელი რომ დარეგისტრირდეს სააგენტოს ვებგვერდზე. გაიაროს ავტორიზაცია, რეგისტრაცია, ავტორიზაცია და შეავსოს ელექტრონული განაცხადის ფორმა და დაურთოს ყველა პროგრამით მოთხოვნილი დოკუმენტაცია. რაც შეეხება სხვა კომპონენტებს, აი როგორც უკვე სეტყვის საწინააღმდეგობადეების ვახსენეთ, ჭაბურღილები და ასე შემდეგ, აქ ხდება მატერიალური სახით. ან უშუალოდ ცენტრალურ ოფისში, სააგენტოს ცენტრალურ ოფისში უნდა წარადგინონ დოკუმენტაცია, ან შესაბამისი რეგიონის რეგიონალურ სამსახურის ოფისში უნდა მიიტანონ, ასევე რა თქმა უნდა შეუძლიათ, რომ სააგენტოს ვებგვერდზე იხილონ, სააგენტოს ელექტრონული პოსტის მისამართი და აქ გადმოაგზავნონ. ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც შეეხება ბაღების კომპონენტს, სადაც ეს სწორედ ნერგები და წვეთოვანი სარწყავების სისტემა ფინანსდება, გახლავთ ის, რომ ანუ რაღაცნაირი ესეთი კომისიური წესით არ ხდება გადაწყვეტილების მიღება, ან რაღაც არ არის კონკურსის ტიპის ხასიათი, თუ ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი არის პროგრამით მოთხოვნილი ყველა საბუთი, აქედან ორი უკვე აღნიშნე, ის ძირითადი მნიშვნელოვანი, ისინი ავტომატურად ჩაერთვებიან პროგრამაში, უფორმდებათ ხელშეკრულება, რა თქმა უნდა, სააგენტო თავის მხრივ იღებს თავის ვალდებულებებს, ბენეფიციარსაც გარკვეული ვალდებულებები გააჩნია. გასაგებია, აი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ რა ვადაში ხდება პროგრამაში ჩართვა? დაახლოებით რამდენიმე სააგენტოში, რამდენიმე სამსახური გადის დოკუმენტებს იმისთვის, რომ იყოს პროგრამის პირობებთან შესაბამისობაში, საშუალოდ დაახლოებით 2 კვირის ვადაში ხდება უკვე ბენეფიციარის თან ხელშეკრულების გაფორმება. თუ ყველაფერი წესრიგშია, რა თქმა უნდა, მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია. დიახ, და თქვენ მრავალწლიანი ისტორია გაქვთ და წლებს თუ გადავხედავთ, ანუ მზარდი არის თუ არა ბენეფიციართა დაინტერესება. დიახ, იმის მიუხედავად, რომ ახლა თავიდან ვახსენეთ, რომ 10 წელია პროგრამა მიმდინარეობს, მაინც
ანუ საკმაოდ ისეთი მაღალი გამოხმაურება აქვს ხოლმე, ყველა წელს ელოდებიან, როდის დაიწყება სწორედ ამ ბაღების კომპონენტში განაცხადების მიღება და წელსაც რაღაცნაირად ესეც პოზიტიური მოლოდინები გვაქვს. და გამოცდილების გაზიარებაც მაინტერესებს თუ გაქვთ მსგავსი თავად ამ პროგრამას გამოცდილება საერთაშორისო. საერთაშორისო ბოდიში ანუ რესპუბლიკის ზოგადად სხვა ქვეყნებშიც ალბათ ხორციელდება, ხო, მსგავსი პროგრამები. ზუსტად და თუ ეხა ესეთი გაქვთ რაღაც დაუშვათ ზუსტად ანალოგიური პროგრამა ეხა ის დაენერგიომომავალი როგორც არის ეს თავისი კომპონენტებით დიახ ესეთი არა და ჩვენი ლიმიტები როგორც არის ჩვენი მოთხოვნები თუმცა რა თქმა უნდა რამდენიმე ქვეყანაში სხვადასხვა ქვეყანაში ეხა კენკრონების ერთ-ერთი კომპონენტი როცა ქონდა იქაც იყო კი რომ რაღაც კონკრეტულ კულტურას უწყობენ ხელს ან აი ამ მიმართულებით ხდება ასე ვთქვათ სახელმწიფოს თანადაფინანსება და იქიდან დაფინანსება. გამომდინარე, რომ რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, მე მგონი ყველა ქვეყანა სოფლის მეურნეობაზე დგას უპირველეს ყოვლისა და აი მაინტერესებს კიდევ რას ეტყვით ჩვენს მსმენელს და მაყურებელს ამასთან დაკავშირებით, რატომ უნდა მოხდეს ამ პროგრამაში ჩართვა? მე ასე ვიტყოდი მაგალითად თუ ბენეფიციარს აქვს აი ეს აუთვისებელი მინიმალური 9 ჰექტარი გახლავთ მიწის ფართობი აქვს რაღაც დაინტერესება ალბათ აქედან უნდა დავიწყოთ და გამოცდილებაც იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ზოგადად ალბათ ეს უნდა გიყვარდეს თუ გინდ ბაღი და მე ბაღის მოვა და ასე შემდგომ ანუ თუ გააჩნია ეს მინიმალური მოთხოვნა თანადაფინანსების რაც თავისდაცილად აქვს ასე ვთქვათ პროექტში შესატანი, რა თქმა უნდა, პროგრამა არის ღია, არ არის მცირე დაფინანსება, ესე რომ შევხედოთ. არც ბევრია და არც ცოტა, მაგრამ ნამდვილად არის საკმარისი იმისთვის, რომ ესეთ ვისაც სურვილი აქვს, ამ მიმართულებით, ასე ვთქვათ, მიყოს ხელი კი ბატონო, რამეს ხომ არ დაამატებდით? რაც მგონი მნიშვნელოვანი ალბათ კიდევ ერთხელ ხას გავუსვა რომ გუშინ განვაახლეთ განაცხადების მიღება, რამდენიმე საბუთი არის სულ წარმოსადგენი და შესაძლებელია ელექტრონული ფორმა, სააგენტოს ვებგვერდზე RDA Go-ზე არის შესაძლებელი რომ ეს ყველა დოკუმენტი იხილონ, ლიმიტები თანადაფინანსების ასევე მოცემული არის და აქვე ვიტყვი რომ სააგენტოს ხელიხაზის ნომერი არის 1501 და ნებისმიერი დამატებითი კითხვის შემთხვევაში, რა თქმა უნდა შეუძლიათ რომ მოგვმართოთ. და კიდევ ერთხელ ვინც ახლა შემოგვერთა, მათ საყურადღებოდ ვიტყვით რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო პროგრამაში დანერგე მომავალი ცვლილებები შევიდა, გაზრდილია სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების ოდენობა, პროგრამის ახალი რედაქციით სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა 250,000 ლარიდან 500,000 ლარამდე, ხოლო ლურჯი მოცვის შემთხვევაში 750,000 ლარამდე გაიზარდა. წარმატებებს გისურვებთ, თქვენ წარმატებებს უსურვებთ ყველას, ვინც პროგრამაში აპირებს ჩართვას და ჩართულია, დიდი მადლობა.